მოგესალმებით თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ. ახალი სეზონის პირველ ეპიზოდს გილოცავთ პირველ რიგში ყველას ახალ წელს შობას და წარმატებულ წელს გისურვებთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ ქართულ სპორტზე საუბარს, იმედი მაქვს რომ ახალი სეზონი ბევრად საინტერესო იქნება, ბევრად ინფორმაციული იქნება და ბევრად მეტი გამომწერი გვეყოლება. შეგახსენებთ ყველას და მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, დაგულე სპორტი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გააზიაროთ, დააკომენტაროთ. თქვენი უკავშირი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის სტუმარი არის ილია მღებრიშვილი, საფეხბურთო კლუბი გორის მთავარი მწვრთნელი კლუბისა, რომელიც გასულ წელს უკვე დაწინაურდა ეროვნულ ლიგაურში და ილიასთან შევეცდები გავარკვიო რა ვითარება დღეს და როგორია საომავლო გეგმები. გამარჯობა. გამარჯობა, ნუკა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მოგილოცავთ ქრისტეს შობას, შობა ახალ წელს, ყოველივე კარგს და კარგს გისურვებთ ამ წელში. დიდი მადლობა. მეც გილოცავთ ყველაფერს და ასევე გილოცავთ ლიგაურში დაწინაურებას. ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. გორს ძალიან საინტერესო. თუ არ ვცდები 22 მატჩიანი 24 მატჩიანი წაუგებელი სერია და რომელ ლიგაშიც არ უნდა ხდებოდეს მსგავსი სტატისტიკა, არის შესანიშნავი შედეგი. როგორი იყო გასული სეზონი, მოკლედ რომ შევაფასო? გასული სეზონი იყო ძალიან რთული რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი იყო. ლიგას ამ წელს იყო ერთ-ერთი ურთულესი ჩემპიონატი იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდის ოდიში იყო ძალიან კაი გუნდი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ასევე სარტიჭალის შტურმი, თბილისი 20-25, არაგვი დუშეთი და კიდევ გამოვარჩევდი, რა ვიცი, დიდუბე იყო პირველ საწყის პირველ წრეში საინტერესო გუნდი, ძალიან ბრძოლის უნარიანი და ისეთი, ორბი, სხვათა შორის, რა ვიცი, რომელიც მე ყოველ წელს ახალგაზრდებს ამ გუნდს და ვფიქრობ, რომ საომავლო დიდი პროგრესი ექნება ამ გუნდს. და რთული სეზონი იყო ძალიან რა, იმიტომ რომ ზოგს მიზანი ჰქონდა რომ გადასულიყვნენ ზედალიგაში, ზოგს ჰქონდა რომ ადგილი შეინარჩუნებინათ, განსაკუთრებით მეორე წრე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესი გამოდგა, მაგრამ უფლის წყალობით, რა ვიცი, ერთობლივი შრომით, რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვენიც ხელმძღვანელების, პირველ რიგში ფეხბურთელების, რაც ყველაზე მთავარი იყო, ყოველ დღე ცდილობდნენ რომ რთულია რომ გახვიდე ყველა თამაშზე და მოსაგებად გახვიდე, ესე ვთქვათ რა, მაგრამ ჩვენ მქონდა ერთიანობა. ბევრ გუნდში მომისმენია რომ როგორც ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ ჩვენთან მართლა ვინც მოსულა და ვინც ყოფილა ფეხბურთელი, დამერწმუნეთ სიტუაცია არის ისეთი რომ მართლა ერთი ოჯახი ვარ და ერთმანეთისთვის და ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა. გარდამტეხი ალბათ იყო ზუსტად ოდიშთან მოგებული გასვლაზე მატჩი, ხო? თქვენს უშუალო კონკურენტთან. ხო, ესე იყო. კი. 1-0 რომ მოიგე. ხო და შემდეგ თქვენი ამოცანა ყველა თამაშის მოგება. ძალიან რთულია, განსაკუთრებით ქართული მენტალობის თვის ძალიან რთულია მოსაგები თამაშების, უეჭველი მოსაგები თამაშების მოგება. ეს მუხტი როგორ დაიჭირეთ გუნდში? ეგ მუხტია სიმართლე გითხრათ, ჩვენთან გუნდში იყო და ზოგადად ეხლა ჩემ გამოცდილებაში როცა ფეხბურთელი ვიყავ, როცა ფეხბურთელი ვიყავ და ეხლა რაღაც მწვრთნელი ვარ, ანუ ფეხბურთელი არასდროს არ უნდა დაძაბო. და მე მაქსიმალურად შევდიოდი და ვეუბნებოდი ერთს, რომ ბიჭებო, თქვენ უკვე ბევრი რამე გააკეთეთ, გასაკეთებელი გააკეთეთ და დაძაბულები ოდნავაც არ იყოთ რა. პირიქით, ისიამოვნეთ ფეხბურთით, გავიდეთ, ვიბრძოლოთ და მადლობას ვუხდით ყველა თამაშისთვის, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ყველა თამაშზე შეხვიდე, შემთხვევაში დღევანდელი თამაში უნდა მოვიგოთ. ეგ უფრო იწევს ხა ჩემი აზრით და პირადად ჩემ გუნდში, რომ ცოტა დაძაბული ფონი იქმნებოდა მაგით, მაგრამ ესე რომ მარტივად რომ საუბრობდით ამ ყველაფერზე, ჩვენც ვირწმუნეთ და უფლის წყალობით გამოგვივიდა რა, რომ მართლაც ზუგდით თამაშზე 5 ტური იყო დარჩენილი
და მაგის შემდეგ უნდა მოგვიგო 4. და ზუგდიდში რომ მოვიგეთ, ანუ ერთი ფრის საშუალებაც ჰქონდა კიდევ რა 4 ქულით წინ ვიყავით და მერიანი თბილისთან ფრევი თამაშეთ და შემდეგი 3 მოვიგეთ და ოფლის ხალობით გადავედით კიდევაც რა. რა ხდება ლიგა 3-ში? აი როგორია დონე? დონე. თავარი გამოწვევები, თავარი პრობლემები, აი რა საწყდებოდით ამ დონეს მე ლიგაში? შევაფასებ, რომ წლითი წლამდე მაგ ლიგაში უფრო გაიზარდა, მე ესე ვიტყვი რა. ნუ პრობლემა ძირითადად ის არის, რომ მაინც სტადიონები რა ინფრასტრუქტურა ზოგ ქალაქებში სამწუხაროდ არ არის ის სიტუაცია, რომ არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურები, ძირითადი პრობლემა მაინც ეგ არის. არა, გასახდელების რაღაცა მსგავსი პრობლემები არის ხო? კი, არის, მაგრამ ნუ როგორც წეგან აღვნიშნე, უმეტესწილად იცვლება ეს ყველაფერი და კარგისკენ მიდის პირიქით რა. ფინანსურად როგორია თქვენი გუნდის მდგომარეობა? ჩვენი იმიტომ რომ ხა მეორე ლიგა ბუნებრივია რომ უფრო მეტ რესურსს მოითხოვს ფინანსურსაც, ინფრასტრუქტურულსაც და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი გუნდი არის სტაბილური. აი, ყოველ შემთხვევაში სხვა გუნდებთან განსხვავებით, ჩვენ გუნდში, რა ვიცი, აი 10 წელი რაც არსებობს ეს გუნდი, პირობითად ფეხბურთელს, მწვრთნელს, რასაც ეტყვიან კონკრეტულ თანხას, პრემიას თუ ნებისმიერ ამასაც შეპირდებიან, ეგ იქნება აუცილებლად. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ან დაგვიანდეს 2 თვის დავალიანება, ან 3 თვის, ეგეთი რამე ჩვენთან არ მომხდარა. ნუ ბიუჯეტი არის ნორმალური, ესე ვიტყვი და ნახოთ რა ვიცი მომავდეს. რა მიზნებით მოდის გორი ლიგა 2-ში? პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მინიმუმი, ახლა მაინც ლიგის დებიუტანტები ვიქნებით, პირველი სეზონია ჩვენი გუნდისთვის. და პროგრამა მინიმუმი, ახლა ნუ გადავხედო და რეალურად რო ვთქვათ, რომ 6 ევროში მოვხდეთ, ადგილი შევინარჩუნოთ, მაგრამ ძალიან, რა ვიცი, იმედიანად ვარ, ახალგაზრდული გუნდი გავაკეთეთ კიდევ, რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც გვყავს, ეხლა დავიმატეთ 6 ფეხბურთელი და რამოდენიმეს კიდევ ველოდებით რა. გორის დილასთან წეგანაც აღვნიშნე, რომ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. იმათ აქვს თავის პოლიტიკა, ჩვენთან არის ძირითადად სულ ადგილობრივი კადრი, შარშენაც 18 ფეხბურთელი თამაშობდა გორელის, სკოლის აღზრდილი და 3 ლეგიონერი გყავდა. წელსაც უმეტესწილად იქნება სკოლის აღზრდილი ბიჭები და ადგილობრივები, გორელი ფეხბურთელები ითამაშებენ ამ გუნდში. და იქნება, ნუ რა თქმა უნდა, ხა რამოდენიმე პოზიციაზე გაძლიერება, რამოდენიმე ფეხბურთელს წამოვიყვანთ გორის დილადან იჯარით და რამოდენიმე ჩვენი შიდა სახსრებით მოვიყვანთ უკვე შიდა ჩემპიონატები. რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა აი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი? ანუ მთლიანად მოგიწევთ შეცვლა შემოქმედების? მთლიანად არ მოგვიწევს, მოგვიწია ჩვენ შეცვლა სადღაც 4-5 ფეხბურთელის და იმიტომ რომ ამ ლიგაში მოგვიწევს 36 თამაში და ჩემის აზრით სადღაც 24 ფეხბურთელს ვარაუდობ, რომ გუნდში უნდა იყოს. მანდიდან გამომდინარე, ნუ სამწუხაროდ მადლობა მინდა გადაუხადო იმ ფეხბურთელებს და ყველას, ვინც მიიღო წვლილი, რომ ეს გუნდი გადასულიყო ლიგა 2-ში. მაგრამ ნუ ფეხბურთი სამწუხაროდ ესეთი არის, რომ გიწევს ახლა შეცვლა რამოდენიმე ფეხბურთელის და 6 ფეხბურთელი ახალი მოვა ჩვენთან, ასე რომ ვთქვათ და ძირითადი ბირთვი შენარჩუნებულია. 3 კაცს მოუწია გუნდის დატოვება, ასე რომ ვთქვათ. და იქნება საკმარისი ეს რესურსი თუ აი არ ვიცი თქვენ უკვე კარგად იცნობთ ამ ფეხბურთელებს ანუ დობა გაქვთ აი რამ განაპირობა ის გადაწყვეტილება რომ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნეთ. მე ზოგადად მომწონს ძალიან ეს მიდგომა პირიქით მაღიზიანებს და ყოველთვის ვაკრიტიკებ იმას რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდები მთლიანად იცვლებიან ხოლმე და მთლიანად ცვლიან შემადგენლობას. უბრალოდ თქვენი გადმოსახედიდან მაინტერესებს ამ გადაწყვეტილების საფუძველი რა იყო? ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის მე რომ მწვრთნელობა დავიწყე უმეტესობას. აი ახლა 2004-იან, 5-იან, 6-იან, 6 წელს დაბადებული ფეხბურთელები არიან ჩვენთან, ახალგაზრდები, რომელსაც კარგად ვიცნობ რა და აი მგონია რომ საკმარისი იქნება იქიდან გამომდინარე რომ აი ნახოთ რა ჩემპიონატი კიდევ გვიჩვენებს რა რომ ხა ვითამაშეთ ჩარშენაც რამოდენიმე თამაში ლიგა 2-ის გუნდებთან, უმაღლეს ლიგის გუნდებთანაც და ვფიქრობ ამ იმ მომენტისთვის იყო
ეს ყველაფერი საკმარისი და რაც უკვე ჩემპიონატი გვიჩვენებს რა. ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს, რომ ისევ ეს ამ მიდგომით გავაგრძელოთ, რომ სკოლიდან ამოსულმა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა გზა ჰქონდეთ ჩვენთან რა და განვითარება ჰქონდეთ ისევ გორში და არ მოუწიოთ სხვადასხვა ქალაქებში წასვლა. ის რომ ძირითადად გუნდი დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით. ეს რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად გორისთვის და გულშემატკივრისთვის, რაც თავარია. აი ჩვენ ბოლო თამაშს თუ ნახავდით, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და განსაკუთრებით აი კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოუხადოთ თითოეულ მათგანს, რომ მოდიოდნენ, უკვე რომ გაგვიჩნდა შანსი, რომ ლიგა 2-ში გადავსულიყავით. აი თამაში არ გამოუტოვებებთ, განსაკუთრებით გინდ პირველ წრეში, გინდ მეორე წრეში, აი მართლა გულით, სულით, განსაკუთრებით პატარა ფეხბურთელები ჩვენი სკოლის, აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელებთან ერთად, მშობლებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად, ყველანი მოდიოდნენ და გულშემატკივრობდნენ, ესე რომ ვთქვათ რა და ეგ იყო ჩვენთვის დამატებით мотиваცია რა, კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი ის, რომ აი ხალხს გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ანუ გულშემატკივრობის პრობლემა თქვენ გუნდთან მიმართებაში არ არის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვა ახლა ლიგა 2-ში და მაგ მხრივ ერთ-ერთი კარგი კლუბი ვიქნებით, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივრობა ყოლება. კონკურენციის თემას მინდა ლიგა 2-ში შევეხო ძალიან, არ ვიცი, ხა სახელებიდან გამომდინარე წესით, ძალიან ძლიერი კონკურენცია უნდა იყოს ამ ლიგაში წელს. კი ბატონო. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? დადებითი მხარია ის, რომ ძლიერ გუნდებთან მოგიწევთ დაპირისპირება? კი, მე ვთვლი, რომ დადებითი მხარია, იმიტომ რომ მეც და ფეხბურთელებიც ერთად გავიზრდებით კიდევ უფრო მეტად, დავინახავთ იმ შეცდომებს, ესე რომ ვთქვათ, რომ თუ სადღაც რაღაც არ გამოგვივა და შევეცდებით, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთოთ კიდევ რა. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე რთული ლიგა 2 იქნება წელს, რა ვიცი, აი გუნდების თუ გადავხედავთ, ეგრე არის ნამდვილად რა. ერთ-ერთი ურთულესი იქნება, მაგრამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახით, უბრალოდ ვიშრომებთ და უფლის წყალობით სწორედ გავაკეთებთ ამ ყველაფერს. მოსამზადებელი ეტაპი მაინტერესებს, თუ დაიწყო უკვე გუნდმა მზადება და როგორ არის გაწერილი იქამდე სანამ დაიწყება უკვე ჩემპიონატი? მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ გორში. ჯერჯერობით ჩვენ ახლა ამინდებიდან გამომდინარე ვარჯიშობთ ხელოვნურ მოედანზე. ვიმზადებით. აქ ვითამაშებთ 4 ხანაგურ შეხვედრას, უკვე 9 თებერვალს კლუბი გაემგზავრება ტრაბზონში. სადაც გაივლის 10 დღიან შეკრებას გავივლით იქ და იქ გვაქვს ჩანიშნული 3 ამხანაგური შეხვედრა კიდევ. და თურქეთში უკვე მთლიანად დაკომპლექტებული, ანუ სრულად დაკომპლექტებული წავა შემადგენლობის თვალსაზრისით გუნდი? დიახ, კი, უკვე თურქეთში 9 თებერვალამდე სრულად დაკომპლექტებული წავალთ და უკვე ვიმზადებით. 1 მარტს იწყება უკვე ოფიციალური თამაში ჩვენი და შევხვდებით ჩემპიონატს უკვე სრულად დაკომპლექტებული. მარტვილის მერანთან გიწევთ როგორც დიახ. გაირკვა პირველი მატჩი, რავი, რა სიტყვით? კალენდარი დაიდო, როგორია? როგორი არის და კარგია ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მარტვილის მენას ჩვენ ვიცნობთ. შარშან ჩვენ მოგვიწია ამ ლიგაში ერთმანეთს ნაღვდებ თამაში და წელსაც ხა თვალსაც ვადევნებდი მაგ გუნდს რა. საინტერესო, კარგი გუნდია. თუმეტეს სამეგრელოში ხა ყველა გუნდი იბრძვის და თავის გულშემატკივარი არ იყავს და ყოველთვის მახარებს ზოგადად ეგეთ გუნდებს რო ვეთამაშებდით ჩვენ და ორმაგაც ასიამოვნოა რა. მარტივი არ იქნება, მაგრამ აი როგორც ვთქვი წეგან, დებიუტანტები ვართ ამ ლიგის და ნახოთ რა გამოგვივა. ეს დებიუტანტის სტატუსი ხომ არ შეიძლება თქვენი მთავარი კოზირი გამოდგეს სამ სეზონში? შეიძლება კი, რატომაც არა, აუცი, აი ძალიან იმედიანად უყურებ ყოველ შემთხვევაში ყველაფერს ახლა რომ არიან ნამდვილად რესურსი არის ფეხბურთელების, რომლებიც აი ვფიქრობ, რომ ლიგა 2-შიც რამდენიმე გამორჩეული იქნება. შემადგენლობის თვალსაზრისით აი სხვა ჯერ არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული, მაგრამ გარკვეული შედარება რო მოახდინოთ, თქვენ შემადგენლობას როგორ შეაფასებთ, სავარაუდო შემადგენლობას როგორ შეაფასებთ
ამ თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში? ნუ სავარაუდო შემადგენლობა შევაფასებთ. რავი, უკეთესი შემადგენლობა ყავს წელს კლუბებად და რამოდენიმე ფეხბურთელი იქნება ახალგაზრდული ნაკრების წევრი. და ძირითადი ჩვენი აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე გაკეთებულები. გვეყოლება 4-5 ფეხბურთელი გამოცდილი, მაგრამ აი ვფიქრობ ასეთი არის, რომ თქვათ, ჰიბრიდული გუნდი გვეყოლება, რომელიც ეს გამოცდილი ფეხბურთელები უფრო მეტად გაზდიან ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. და ვფიქრობ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს, იმიტომ რომ 2 წლის უკან მე როდესაც ამ გუნდში მოვედი, ყველას უკვირდა, რომ რატო ამდენი ახალგაზრდა, რატო ამდენი გამოცდილი და მე მქონდა ჩემი ხედვა ესე რომ ვთქვათ, რა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ხლა ამ ყველაფერში არ მეთანხმებოდა და ბევრი კიდევ პირიქით რომ მიდის სწორია რაღაც და სწორედ რა ვიცი, შარჩენაც ზოგს რო ეგონა რომ ესე რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, ვიბრძოლეთ მთელი სეზონი ვცდილობთ რომ საპლეიოფ ზონაში მოხვედრილი იყავით და დაგვაკლდა 2 ქულა რომ მოხვედრილი იყავით პლეიოფ ზონაში, იბერიასთან სახლის თამაში რო წავაგეთ მაშინ 2-0, მაგ მომენტმა იქონია, მაშინაც 3-4 ტური იყო დარჩენილი რა და მაგრამ შევინარჩუნეთ ეს ძირითადი ბირთვი, დავამატეთ რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი და შეგიძლიათ რომ გაგვიმხელოთ ვინ დაემატა გუნდს და თუ არის საზოგადოებისთვის საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი სახელი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად გეტყვით მაგ ყველაფერს, აი მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოოდ რო დასრულდება, პირველ თქვენ გაგებინებთ მაგ ყველაფერს. შევთავაზეთ. ილია, ზოგადად მინდა ქართულ საკლუბო ფეხბურთზეც ვისაუბროთ. ეხლა ბუნებრივია რომ გორზე ხართ თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული, მაგრამ ალბათ საქმის კურსში ხართ. რა ხდება ლიგა 2-შიც, ეროვნულ ლიგაშიც? როგორ შეაფასებთ ჩვენი საფეხბურთო საკლუბო საფეხბურთო დონეს, ასე ვთქვათ? საკლუბო საფეხბურთო დონეს? სად ვართ? აი ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ კარგით გაგცემთ მაგას პასუხს. აი ჩემი მოსაზრებით უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის უფრო მეტი აკადემიების გაკეთება რა. აი ჩემი შეხედულობით მეტი ადგილობრივი კადრი და სულ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ფინანსები კი ერთ-ერთი უმთავრესია, რომ მეტი გაკეთდეს. მაგრამ აი ხლა მე რაც ვიცი ყოველ შემთხვევაში, აი ჩვენ ქალაქიდან ვიტყვი და ბევრ ქალაქებში პრემიერის ინიციატივით, შიდა ხელისუფლების ინიციატივით, ანუ კეთდება მულტიფუნქციური ცენტრი, ხელოვნური მოედანი 2 და სხვადასხვა ქალაქებში, არა მარტო გორში. ანუ ბევრი სტადიონი რო გაკეთდება, იმდენად არის ეს მასობრიობა წამოსული ბავშვების ჩვენი ნაკრების წარმატების შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, აი ძალიან ბევრი კარგი ნიჭიერი ბავშვი მოვიდა რა. და ამ ყველაფერს ჭირდება დრო. იქიდან გამომდინარე, რომ გაიზრდებიან, მე მჯერა რომ ბევრი კარგი ნიჭიერი ბავშვი გაიზრდება და მაგათი შენარჩუნება უნდა იყოს პრიორიტეტი და ჩემი აზრით დონეც აიწევს უფრო რა. ნუ აკადემიების პრობლემა ხა დედაქალაქში ნაკლებად არის. ალბათ თქვენ გულისხმობთ რომ რეგიონებში გაიზარდოს აკადემიების კი ბატონო, რეგიონებშიც და ეხლა მე პირადად ეხლა ბევრ საფეხბურთო სკოლაში მინახია რომ სტადიონის პრობლემაა თუნდაც რა. თან 2 გუნდი 1.5-ვარს იყოფენ სტადიონს, როდესაც ჭირდება უკვე მთლიანი მოედანი. აი თქვენი ქალაქის მაგალითზე რამდენად არის საკმარისი ის რესურსი და აი როგორია მოთხოვნა და რამდენად აკმაყოფილებს დავუშვათ თქვენი გუნდი და გორის დილა, ხო? პრინციპში 2 გუნდი არის. ეხლა მე ვიტყვი, ანუ ჩვენთან ქალაქში ხა დღესდღეობით გვაქვს თენგიზბურჯანაძის სტადიონი. სადაც გორის დილა თამაშობს. გორის დილა თამაშობს, სადაც ვითამაშებთ წელს ჩვენც. ესეც ახალი ამბავი. კი ბატონო. სრული რესტავრაცია გაუკეთდება ქართლის სტადიონს. ანუ ჩვენ სტადიონს ყველა იცნობს ქართლის სტადიონით, მაგრამ არის რეალურად გორის სტადიონი, ჩვენ გორის სტადიონი. ახალი ასახდელები კეთდება მათ და გვერდით არის ძველი სტადიონი, რომლის გაკეთება ხდება ხელოვნურ საფარიანი მოედნის. მანდაც იქნება საფეხბურთო ცენტრი გაკეთდება ერთი კიდევ და მე ვფიქრობ, რომ და კიდევ მულტიფუნქციური ცენტრი. ისიც ქალაქის ცენტრში გაკეთდება. ეს რაღაც საბაზისო თემები რო იქნება უკვე. მე ვფიქრობ, ძალიან დიდ შედეგს მოიტანს, რომ გორსაც, თბილისსაც აბსოლუტურად ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა უკვე მიეწოდება.
და მე ვფიქრობ საკლუბო ფეხბურთი მე კიდევ უფრო მეტად აიწევს. აი გორის შემთხვევაში რამდენი ასაკობრივი გუნდი არის? ჩვენ აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი გუნდი. და რამდენად აი შენს რეალობაში რამდენად მოხდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება ძირითად გუნდში? რა პროცენტული რაოდენობა არის? პროცენტული რაოდენობა მე რომ მივედი 12 ფეხბურთელი სკოლიდან ამოვიდა ჩვენთან ფაქტიურად და ყოველ წელს რამოდენიმე ახალგაზრდას წახალისების სახით 15 წლის ბიჭი იქნება თუ 14 წლის ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენთან მოვარჯიშოთ აუმაღლოთ ის მოთხოვნები რაც თვითონ აქვს რომ უკეთესი იყოს თავის გუნდში პლუს ჩვენთან ერთად იზრდება ეს პატარა ფეხბურთელი და უკვე სხვა мотиваციით არის რომ ხვალდაზე მოხდეს ამ გუნდში რა აი ძირითადად მაგაზე ვარ გადართულები რომ მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იყოს ჩვენ გუნდთან ახლოს. ეხლა სავარჯიშო საწვრთნელი პროცესი რა ინტენსივობით მიმდინარეობს? ანუ 9 თებერვალს გაემგზავრებით თქვენ ტრაბზონში. იქამდე ერთჯერადი ჩვეულებრივი, ერთჯერადი ვარჯიშები, სტანდარტული? სტანდარტულად კი ერთჯერადი ვარჯიშები, ამხანაგური თამაშებია ჩასმული, შიდა ჩემპიონატის გუნდებთან და არ არის ცნობილი გუნდები ჯერ. კი, როგორ არის 23 იანვარს ვეთამაშებით არაგვის თუშეთს. 29 იანვარს ვეთამაშებით გორის დილას. შვენიერი ორი სპარინგი. და თურქულ შეკრებაზე? თურქულ შეკრებაზე პირველ ლიგის გუნდები იქნება ძირითადად უახლოეს პერიოდში ეგეც გვეცოდინება, ну აი ესე რომ ვთქვათ, დღეს გადაწყდა ეგ ამბავიც, რომ შეკრების ამბავიც და მადლობა მინდა მოუხადო ქალაქის მერს ბატონ კონსტანტინე ხუზალაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ამბავში და ასევე ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებს ლევან ბურჯანაძეს და ლუკა გელაშვილს, რომელებაც ფაქტიურად ყველაფერი გააკეთეს მაგისთვის, რომ ეს მოთხოვნები რაც გქონდა ის მცირედი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მე ვფიქრობ რომ შეკრება არის აუცილებელი რა მით უმეტეს თუ გავალ საზღვრებს გარეთ უფრო მეტად აუმაღლებს ჩვენ ფეხბურთელებს იმ მოთხოვნებს რაც გვინდა ჩვენ ზოგადად გულშემატკივარს რა ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან რა ტიპის მხარდაჭერა გააქვთ, რა ტიპის მხარდაჭერას გრძნობთ? რამდენად არიან ჩართულები თქვენი კლუბის განვითარების საქმეში? განვითარების საქმეში ძალიან ჩართულები არიან, აი წეგან ბატონი კოტეც ვახსენე, ხშირად მოდიოდა სხვათა შორის ჩვენ თამაშებზე, გვერდში იყო ჩვენ გვერდით იყო ყოველთვის და ძალიან გულშემატკივრობდა ესე ვთქვათ, მოყვარული არის ფეხბურთის ძალიან და სურვილი აქვს დიდი რომ ეს კლუბი იყოს ერთ-ერთი წარმატებული რა. რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან გააქვს ესეთი დობა და დახმარება ესე რომ ვთქვათ. ანუ საკლუბო ფეხბურთზე რო ვთქვით წეგან რა, ანუ ყველა იმაზე საუბრობს რომ რა თქმა უნდა ფინანსები ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის. მაგაზე ხაური აზრი არ არის და მე პროსტა იმას ვიძახი რომ აი სადაც ჩავდივარ სხვადასხვა ქალაქებში პრობლემა მაინც არის ერთი და იგივე. მეტი განათლება მწვრთნელებს რომ უნდა ქონდეთ მეტი განათლება და აი პირადად მე ხა ჩემ თავზე ვიტყვი რომ 6 წლის უკან როდესაც მივედი და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ფეხბურთის ფედერაციას, ყველა იმ ტუტორს, ყველა იმ მწვრთნელს რომ აი ესე რომ ვთქვათ აი მეგონა რომ ფეხბურთი ვიცოდი და ამასობაში არაფერი არ მწოდნია რა. აი ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და ძალიან მადლობელი ვარ მე პირადად რა მაგ ადამიანებს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს რა და მე ისევ და ისევ მეტ ახალგაზრდებს მოუწოდებ რომ მეტად მეტი ისწავლონ, მეტი განათლება მიიღონ და უფრო მეტი კარგი შედეგი გვექნება რა. ანუ განათლებაც არის გარკვეულწილად ქართული ფეხბურთის პრობლემა. ქართულ მწვრთნელებზე მინდა კითხო. ბევრ მათგანთან მისაუბრია, ბევრჯერ გამიგია ის რომ ერთგვარად დაუფასებლები არიან საკლუბო ფეხბურთში ქართველი მწვრთნელები. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით და აზრი? მაგაში გეთანხმებით, მართლა ერთგვარად დაუფასებლები არიან და დაუფასებლები ზოგ შემთხვევაში ვართ, ესე ვიტყვი. იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ შენ მიდიხარ გუნდში სამუშაოდ
და ქართველი რო ხარ, პირობითად უნდა გააკეთო ყველაფერი. მოთხოვნები არის იმაზე მეტი, რაც არის რეალობაში. მიდიხარ და ხვდები ეს პრობლემას, რომ ერთი თვე აიღო გუნდმა ხელფასი და შემდეგ უცბად აღარაფერი აღარ არის. 4, 5, 6 თვე პრობლემაა სულ რა. და დამნაშავე გამოდის ყოველთვის მწვნელი მე. შედეგი არ არის, დამნაშავეა მწვნელი, მაგრამ შიდა პრობლემა რა არის, როგორ არის, ხო? კი ვსაუბრობთ და თქვენ გადაცემაში ხშირად მომისმენია მაგ ყველაფრის შესახებ, მაგრამ აი მე ვფიქრობ, რომ ქართველი მწვნელი უფრო მეტად უნდა დაფასდნენ. ის პირობები უნდა შეექმნათ, რაც მათ ჭირდებათ და კი ბატონო, მე თუ არ ვიმსახურებთ ჩვენი ყოფნას, მოვიდეს ის შემცვლელი ნებისმიერი ვინც იქნება და ეგ არის ჩემი ძირითადი იზრდა. ლიგა 2 რამდენად განსხვავებული იქნება, აი როგორი მოლოდინი გაქვთ? რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ლიგა 3-ისგან? განსხვავებული ჩემი სხვა სპეციფიკით მოგიწევს მუშაობა, აი როგორ ფიქრობ? კი, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მომიწევს მუშაობა. მუშაობდი კიდევაც, მაგრამ აი ჩემი შეხედულება უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. პირადად ჩემს სტაფში 2 მატება გვაქვს მწვრთნელების და პლუს ერთმანეთს უფრო მეტად დავეხმარებით, კერძოდ ანალიტიკის საკითხში და მეორე დამხმარე მწვრთნელი დავიმატეთ. კიდევ აქამდე ვიყავით სტაფში სულ თავარი მწვრთნელი მე ვიყავი, მეკარეების მწვრთნელი მყავდა და ასისტენტი. ერთი ასისტენტი. ერთი ასისტენტი მყავდა, დიახ, კი. და ეხლა უკვე მეყოლება 2 ასისტენტი და ანალიტიკოსი კიდევ დამატებით. ძალიან სასიამოვნოა, აი ამდენად სერიოზულად რომ უდგებით საქმეს. ის რომ ბევრი სიახლეა მას შემდეგ რაც ლიგა 2-ში დაწინაურდით და მე ვისურვებდი რომ ყველა კლუბი წლიდან წლამდე ზრუნავდეს განვითარებაზე, უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაზე და ეს აუცილებლად დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. თუ ყველა პროფესიონალურად მიუდგება თავის საქმეს. ილია, წარმატებული სეზონი მინდა გისურვო. წარმატებული მოსამზადებელი პერიოდი და რა ვიცი, ჩვენ სენსაციებისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ სიმპათიით არის თქვენი გუნდის მიმართ განწყობილი, მაგრამ თქვენი ქალაქის გულშემატკივრებისთვის, თქვენი გუნდის გულშემატკივრებისთვის თქვენი წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ამ წელს. აიხარე, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი მოწვევისთვის და ყოველივე კარგს გისურვებთ. ისევ ქრისტეს შობას ახალ წელს ყოველივეს მოგილოცავთ თქვენ და თქვენ მაყურებელს და თქვენ წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში ყოველივე კარგს გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩემი სტუმარი გახდათ საფეხბურთო კლუბ გორის მთავარი მწვრთნელი ილია მღებრიშვილი, გუნდისა, რომელიც გასულ წელს, უფრო სწორედ 2025 წელს ლიგა 3-დან დაწინაურდა ლიგა 2-ში 24 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ამ გუნდს, რაც არ არის თქვათ ხშირი მოვლენა ქართულ ფეხბურთში. ასე რომ მე მგონია რომ ლიგა 2-ის ბინადრებს კომფორტული მეტოქე არ ეყოლება გორის სახით. ნანიკოს პოდკასტს უყურებდით თქვენ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა, დაგულე სპორტი, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტარეთ. აუცილებლად მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ერთი კვირით ზუსტად დროებით. მადლობა რომ მიყურეთ.